დილამშვიდობისა საქართველო დღეს 25 იანვარია უყურებთ კურიერს 8 საათზე. შეთანხმება შედგა კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინის ახალი პატრონი დარე ჯანდვალი თანახმა $90,000 გადახდის შემთხვევაში ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს. იმ პირობით თუ ანგაჟირებული აგრესიული ჯგუფები შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას. ადვოკატის განმარტებით არსებობს კიდევ ერთი პირობა დარე ჯანდვალს ერთი თვის განმავლობაში უძრავი ქონების სარგებლობით უფლება უნდა ჰქონდეს. კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2 დღის წინ მოექცა, როდესაც გამოსახლების ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობდა. დააკავეს სოციადამიანით, სამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მრავალწლიანი დავა. ხატიაშვილები ასევე უარს აცხადებდნენ დარე ჯანდვალის შეთავაზებაზე ქავთარაძის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება საჩუქრად მიიღოთ და ირწმუნებოდნენ, რომ მსგავსი გარიგება რისკებს შეიცავდა. დვალმა ბინა 2018 წელს საჯარო აუქციონზე შეიძინა. ალბათობით დარე ჯანდვალი დღევანდელი მესაკუთრე და ყოფილი მესაკუთრე მარინე ხატიაშვილი შეთანხმდნენ, რომ მარინე ხატიაშვილს ეძლევა ერთი თვის ვადა, რომ გამოისყიდოს ეს უძრავი ქონება $90,000. იმ პირობით, რომ ალბათობით მარინე ხატიაშვილი მისი მხარდამჭერების შეწყვეტენ ხარას ეწოვას ფსიქოლოგიურ შანტაჟს და ზემოქმედებას ალბათობით დარე ჯანდვალზე და ასევე თუ ამ ერთი თვის განმავლობაში ისინი მისცემენ დარე ჯანდვალს უფლებას საშუალებას, რომ თავისუფლად და დაუბრუნებლად ისარგებლოს მისი უძრავი ქონებით. და კიდევ ერთი მიღწეული შეთანხმების შესახებ ამერიკელ PR კონსულტანტ ჯერემი როზნერთან ლელომ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. პარტიაში კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ წლების წინ როზნერის ნაციონალური მოძრაობის ლობისტად ყოფნა არ ნიშნავს იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან ლელოს რაიმე აკავშირებს. პარტიის საერთაშორისო მდივანი ასევე აცხადებს, რომ ისინი არც მომავალში გეგმავენ ამ მიმართულებით რაიმეს. მიუხედავად ამისა, მედიის ინფორმაციით ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი კონსულტანტი ოპოზიციურ პარტიაში სწორედ ნაციონალური მოძრაობის დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა. მართლ გუნდში ამტკიცებენ, რომ ლელოც და ნაცმოძრაობაც ერთი იდეოლოგიის მატარებელი პარტიებია და ორივე მათგანი ერთი და იგივე პოლიტიკური სათავიდან იმართება. ჯერემი როზნერს არავითარი კავშირი არ გააჩნია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ის რომ შევა 15-20 წლის წინ რაღაცა პერიოდით ურჩევდა ამ პოლიტიკურ ძალას, საერთოდ არნიშნავს, რომ 15 წლის თავზე 2024 წლის იანვარში რაიმე კავშირი გააჩნია. ჯერემი როზნერი ასე წლების წინ ურჩევდა ბილ კლინტონსაც, მაგრამ ამის გამო ლელო კლინტონთან ხო არ ერთიანდება, ასევე არ ერთიანდება არც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, რომლის განზრახვაც არ ქონია, არ გვაქვს და არ ვაპირებდა კონდეს. აქ მნიშვნელოვანია და საყურადღებო საზოგადოებისთვის, რომ რაოდენ მსგავსია ამ შემთხვევაში ლელოს არსენალი, პოლიტიკური არსენალი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური არსენალის. ანუ რეალურად ეს პრაქტიკულად ერთი იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური პარტიების სახით ჩამოყალიბდნენ და რაზეც მიუთითებს იმავდროულად არა მხოლოდ ეს გარემოება, არამედ ისიც, რომ მაგალითად ისინი გეგმავენ თანამშრომლობას ყოფილ ნაციონალურ მოძრაობასთან. ვის წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დღეიდან იწყება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 3 ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება. პროცესი 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამთავრობათა შორის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება. შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა ხელი უკვე მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე შეიქმნება ასევე სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პერიოდულად სხდომებს და კონსულტაციებს გამართავენ. პირველი საინაუგურაციო შეხვედრის გამართვა საქართველოში დაიგეგმა. შემდგომი შეხვედრები როტაციის პრინციპით მონაცვლეობით შედგება. ილია დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმება საუდის არაბეთსა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებს. სამთავრობათა შორის საკოორდინაციო საბჭოს შექმნა საუდის არაბეთში პრემიერის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ამჯერად არაბეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტით გაგრძელდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ კომისიის შექმნით ახალ, ასე ვთქვათ, სიბრტყეში გადავიდათ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას. აღნიშნული ფორმატი მოიცავს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით, სხვადასხვა სამინისტროების ჩართულობით და ნამდვილად და უდაოდ მოიტანს ახალ იმპულსს მსგავსი ტიპის ახალი ფორმატი ჩვენი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების. ჩვენ ვგეგმავთ, რომ სწორედ საქართველოში გაიმართოს პირველი საინაუგურაციო, ასე ვთქვათ, შეხვედრა მთავრობათა შორის კომისიის, რომელიც შემდგომ გაგრძელდება როტაციული პრინციპით და მონაცვლეობით თითოეულ ქვეყანაში ყოველწლიურად ჩატარდება.
რა გახდა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გარემოებების გარკვევის მიზნით უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის მოწვევა მოითხოვა. ილ-76-ში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ცნობით იგეგმებოდა მათი გაცვლა. ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით ბორცვზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. უკრაინის დაზვერვა ვერ აკონკრეტებს თუ ვინ იმყოფებოდა ჩამოგდებულ თვითმფრინავში. დეტალების გარკვევაში დახმარებას უკრაინას დაპირდა ვაშინგტონი. დაბომბილია ქალაქ ხან-იუნისში მდებარე გაეროს ერთ-ერთი სასწავლო ცენტრი, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარი იყო მოწყობილი. გაეროს დახმარების სააგენტო იტყობინება, რომ ტერიტორიას 2 სატანკო ჭურვი მოხვდა. დაიღუპა 9 ადამიანი, 10-ობით დაშავდა. სააგენტოს ცნობით, ცენტრს 800-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს. მომხდარზე ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. თავშესაფარზე იერის გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები. თეთრმა სახლმა გაეროს სასწავლო ცენტრზე თავდასხმა დაგმო. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ შტატები არ დაუჭერს მხარს ისრაელს ღაზაში ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონების შექმნას, რაც პალესტინის ტერიტორიის ზომას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასეთი იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-ზე ისევ დაგებრუნდებით.